მესამე ემოცია ბედნიერება. ბედნიერება არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ის თავს სრულად მშვიდად და შთაგონებულად გრძნობს. იგი ხშირად დაკავშირებულია ცხოვრებისგან კმაყოფილებასთან, მიზნის გრძნობასთან, სულიერ და ემოციურ ჰარმონიასთან. ბედნიერება ყველაზე სასიამოვნო ემოცია, რომელიც ყველა ადამიანს სურს განიცადოს. ჩვენ ვმუშაობთ, ვაკეთებთ რაღაც საქმეებს, ვყიდულობთ ნივთებს და ეს ყველაფერი იმ კბადაღებული ბედნიერების მისაღწევად, რომელსაც ყველა ვეძებთ. მაგრამ ბედნიერება არ შეიძლება იყოს რაღაც მარტივი. ამის მიღწევა არც ისე ადვილია. წინააღმდეგ შემთხვევაში პლანეტაზე ყველა ადამიანი ბედნიერი იქნებოდა. ეს წიგნის კითხვას ჰგავს, რომლის დროსაც არ არის საჭირო ჩაიციკლა რაღაც კონკრეტულ სიტყვის პოვნაზე. არამედ საჭიროა გავიგოთ მთლიანი ნაწარმოების შინაარსი. ბედნიერების განცდა ეს არ არის მისი ძიება, არამედ გაგება იმის, თუ რის გადმოცემას ცდილობს შენი სული ემოციების განსხვავებული სპექტრით. ბედნიერება გვკარნახობს ჩვენ იმას, თუ რა ეხმიანება ჩვენ სულს და ნამდვილ შინაგან მეს. ეს არის სიგნალი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ რა არის სწორი და რა მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლო ბედნიერებისგან. აქ არ იგულისხმება ბედნიერება, აქ არ იგულისხმება და ბედნიერება არ არის რაღაც კონკრეტული ნივთის ძიება, რაღაც რაც გაგახარებთ. ბედნიერება არის იმის გაცნობიერება, თუ რატომ მოაქვთ ამ ნივთს პირობითად სიხარული და რატომ უნდა ისწრაფოდე მისგან. ბედნიერება არის ორი ფორმულირებით. ერთი ეს არის მომენტალური განცდა. მაგალითად, მომენტალური განცდა, მაგალითად, როდესაც ვიღებთ სითბოს საყვარელი ადამიანისგან, მომენტალურად. მეორე არის გრძელვადიანი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ცხოვრობს თავისი ღირებულებების შესაბამისად და ასრულებს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიაში ბედნიერება ხშირად განიხილება როგორც არსებითი კეთილდღეობა, რომელიც მოიცავს პოზიტიურ ემოციებს, ცხოვრების კმაყოფილებას და ნეგატიური ემოციების ნაკლებობას ჩვენს ცხოვრებაში. ბედნიერება ბევრი ჩვენგანისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მაგრამ ხშირად მასზე ნათლად გააზრებულად ფიქრი გვიჭირს. მოდი ეხლა განვიხილოთ ამ ორი ძირითადი ბედნიერების ფორმის მნიშვნელობა, როგორია მათი განცდა, როგორ ვიპოვოთ ისინი და რა კავშირი აქვთ ყველაფერს ამას ადამიანის ფსიქოლოგიასთან. მომენტალური ბედნიერება. რას ნიშნავს? ეს არის სწრაფი, ინტენსიური ემოცია, რომელიც ჩნდება კონკრეტულ სიტუაციაში. მაგალითად, როცა ვუსმენთ საყვარელ მუსიკას, როცა ვხვდებით ახლობელ ადამიანს, როცა ვიღებთ სასიამოვნო ცნობას ან საჩუქარს. ეს არის მომენტალური ბედნიერების დამახასიათებლები. და ძირითადი მახასიათებლები მომენტალური ბედნიერების არის ის, რომ ის არის დროებითი, ფიზიოლოგიურად იგრძნობა სხეულში სითბო, ღიმილი და ესეთი მსუბუქობა, სიმსუბუქე სხეულში, იწვევს დადებით ემოციებს, სიხარული, მადლიერება და აღფრთოვანებას. გავლენა ადამიანზე ფსიქოლოგიურად მოცემული მომენტები ჩვენ ცხოვრებაში აქტიურებს ტვინის ჯილდოს სისტემას. მაგალითად, დოფამინი გამოიყოფა უფრო მეტი ესეთი პატარ-პატარა ბედნიერებებით. პოზიტიური ფსიქოლოგია ხაზს უსვამს ყოველდღიურ მცირე სიხარულებს, როგორც ემოციური კეთილდღეობის გამაძლიერებლებს. და აქვე დავამატებ ერთ ესეთ პატარა აზრი მომივიდა ემოციურ ჭამასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ და ჭამენ ემოციურად,
ვისაც აქვს ჭარბიწონის პრობლემა. ისინი სწორედ ჭამით მიღებული სიამოვნებისგან ჰორმონალურად ტვინში აჯილდოებენ საკუთარ თავს ამ დოფამინის გამოყენებით, რომელიც არის მომენტალური, ძალიან ცოტა. და ამ მაგის უკან დგას ძალიან ესეთი ჭახე ემოცია ნეგატიური, რომლის ამოვსებაც შევსებაც უნდა სწორედ ამ მომენტალური ბედნიერებით, რასაც ქვია ჭამა. ეს ისე გადართვა გავაკეთე. მეორე გრძელვადიანი ბედნიერება. ღრმა კმაყოფილება. რას ნიშნავს? ეს არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ეს არის მდგომარეობა. როცა ადამიანი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, არჩევანით, ურთიერთობებით და მიზნებით. ვიცი ხა ძალიან ბევრი შემეკამათებით, მაგრამ მერწმუნეთ ესია. მახასიათებლები ამის არის ის, რომ სტაბილურია და არ ქრება მცირე ცვლილებებზეც კი. მოიცავს ცხოვრებისეულ აზრს და თვით რეალიზაციას. ხშირად ახლავს შინაგანი სიმშვიდე და საკუთარ თავთან ჰარმონია. ანუ როდესაც ადამიანი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ვიცი რომ ამას გააპროტესტებდით, შეიძლება ესე ჭახეთ მოგხდათ ყურში სიტყვები, მაგრამ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მოიცავს ცხოვრებისეულ აზრს და არის თვით რეალიზებული. როდესაც ადამიანი არის თვით რეალიზებული, ის კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ეს პარალელები როგორ უნდა დავაკავშიროთ. და ამასთან ყველაფერთან ფსიქოლოგიური კავშირი ადამიანთან არის ის, რომ ფსიქოლოგიაში მას უკავშირებენ არსებითი, ანუ სუბიექტიურ კეთილდღეობას და პირად აქტუალურობას. ესეთი არსებობს ესეთი ფსიქოლოგიაში მასლოუს პირამიდა და ანუ იქ წვერვალი. არის მაგის ეგ დაბლიდან მიდიხარ მწვერვალისკენ. როდესაც ხარ აქტუალური და თვით რეალიზებული. როგორ ვიპოვოთ ბედნიერება? რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ ყველას კითხვა, რომ ეს ყმადაღებული ბედნიერება როგორ უნდა ვიპოვო? როგორ უნდა იპოვოთ მომენტალური ბედნიერება? მომენტალური ბედნიერება დღეში ერთხელ მაინც უნდა გააკეთო ის, რაც სიამოვნებად განიჭებს. რომ ისწავლოთ და აფიქსიროთ. იყავი აქ და ახლა. შენიშნე სასიამოვნო დეტალები. შენს გარშემო ზე რაღაც სუნები, სუნამო, ვიღაცის ღიმილი, ან შენ გაიღიმე. ესეც მომენტალური ბედნიერებაა. და მადლიერების პრაქტიკა. ყოველი დღის ბოლოს დაწერეთ 3 რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ დღეს, რისთვისაც მადლიერი ხართ, რომ ეს 3 რაღაცა იყო თქვენს ცხოვრებაში. ეს არის მომენტალური ბედნიერების პოვნის გზა. გრძელვადიანი ბედნიერება უნდა გაიაზრო საკუთარი ღირებულებები და მიხვეთ მათ. იპოვოთ და გაიაზროთ საკუთარი ღირებულებები. დასვით შეკითხვა, რა მაძლევს აზრს ცხოვრების? რა მინდა რომ დავტოვო მე სამყაროში? ივარჯიშეთ თვით რეფლექსიაში, თვით განვითარებაში. ამისთვის საჭიროა თერაპია, მედიტაციებიც დაგეხმარებათ, ან ნებისმიერი რამე, რომელიც სულიერ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რომელიც გაამყარებს თქვენ, ასე ვთქვათ, გრძელვადიანს გახდეს თქვენს ბედნიერებას. და ჩაერთეთ აუცილებლად ურთიერთობებში, სადაც თავს ნამდვილად გრძნობთ. ურთიერთობებში, სადაც თქვენი არანაირი როლი არ დაგჭირდებათ და იქნებით ნამდვილი. ფსიქოლოგია ბედნიერებას განიხილავს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლებს. პოზიტიური ფსიქოლოგია შეისწავლის იმას, რაც ადამიანს ხდის ბედნიერს და ძლიერს და არა მხოლოდ იმას, რაც უჭირს. კოგნიტური თერაპია ეხმარება
ნეგატიური აზრების შეცვლაში, რაც პირდაპირ მოქმედებს ბედნიერების დონეზე, ამაღლებაზე. ხოლო გეშტალტი და ესეთი სხვა თერაპიები ხელს უწყობს თვითგამოხატვას და თვითრეალიზაციას, საკუთარი მის დაფიქსირებას. ბედნიერების თემა პრაქტიკაში მადულად მისაღწევია და შეიძლება. და ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ ფსიქოთერაპია და კოუჩინგური მიდგომები, რომელიც თუკი სრული გეკნებათ ჩემთანაც გაიაროთ. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ბედნიერება ერთადერთია, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ცხოვრებაში. მაგრამ რომელსაც მე ყმადაღებულ ბედნიერებას ვეძახი, რომელიც ყველას უნდა, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ნებისმიერი სხვა ემოცია, ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ქრება. ამიტომ ჩვენ უფრო მარტივად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. თუ თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ მხოლოდ ბედნიერებისთვის და ამასთან ცხოვრობთ სხვა ემოციების განცდის გარეშე, შეიძლება შეზღუდოთ საკუთარი თავის ესეთი კარიელური განვითარების, სულიერი განვითარება ზრდაში. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ისეთი ნივთების პოვნა, რომლებიც გვაკმაყოფილებს, გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში. და როდესაც მათ იპოვით, მიხვდებით, რომ ბედნიერება ამით ამთავრდება, რომ ყოველთვის არის რაღაც უფრო მეტად კიდე გვინდება. ამიტომ კოუჩინგში და ფსიქოლოგიაშიც და კოუჩინგური მიდგომებით მიზანი და კიდე შემდეგი ნაბიჯი ესეთი მიდგომები არსებობს. ასე რომ იყავით ბედნიერები დღეს და ახლა არსებითად და არა მუდმივად მის ძიებაში. რადგან ის, რასაც თქვენ ეძებთ, შეიძლება რომ თქვენს გვერდით იქვე დგას, ან იქვე დევს. უბრალოდ გაჩერდი, ჩაისუნთქე, მიმოიხედეთ ირგვლივ, დააფიქსირეთ სად ხართ. გაანალიზეთ ის, რაც ხდება თქვენს გარშემო, მიიღეთ ეს მდგომარეობა, ისე როგორც არის და იპოვეთ იქ ბედნიერება, იყავით ბედნიერი. იმიტომ რომ გაძლიერდეს ეს ყველაფერი და უფრო ბედნიერი იყო და რადგან იყო ბედნიერი, ეს შენი არჩევანია და არა სხვისი. კონკრეტულად თქვენი, პირადად შენი არჩევანია იყო ბედნიერი. მადლობა.